მე კითხვები მაქვს, აი მაგალითად ქართული ოცნება უარყოფს. კამიტი ჩვენ არასდროს არ გქონიაო. იქ ხო ლაპარაკი, რაზეც არის იმ სიუჟეტში, ხო სპეცრაზმელი საუბრობს, რომ ეს იყო ის ნივთიერება, ნივთიერების მსგავსი, რომელიც 2009 წელს ჩვენ მოგვიტანეს, ჩვენზე დატესტეს. მერე სულ იყო ჩვენთან და იყენებდნენ კიდევაც ხოლმე. და 2020 წელს ქართულ ოცნებამ გამოიყენა. ხო უნდა თქვას ნაცებმა, რომ მათ დროს იყო თუ არა ნაყიდი. ეს ისტორია ხო ასე იწყება, 2009 წლით იწყება. გახარია, რომელსაც ითხოვს საგამოძიებო კომისიაში, სანამ იქ ჩვენებას მიცემს. მანამდე ხო შეიძლება თქვენთან მოვიდეს და თქვას, რომ რაზე ვკამათობთ. ეს რაღაცა იყო ჩვენთან. ჩვენ ეს აღრიცხული გვაქვს. ქოცები ტყუიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გახარიებმა, როგორც ქვეყნის ყოფილმა მმართველმა ხალხმა, ვიცით, რომ ეს ჩვენთან ინახებოდა. ნაცებმა, როგორც ყოფილმა მმართველმა ხალხმა, ვიცით, რომ ვიყიდეთ და ინახებოდა. და შესაბამისად, ანუ წარმოიდგინეთ, რომ იღებ ძიმე პასუხისმგებლობას რაღაცას პირობითად, მაგრამ ამბობ, რომ მე არ გამომიყენები. ამით ხო ქართულ ოცნების იმ არგუმენტს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს ეს არ ყოფილაო. ხო გამოაცლი ძალას და ხო იტყვი, რომ როგორ არ ყოფილა, მე მქონდა ნაყიდი. ზოგადად ეს BBC-ს ეს გამოძიება მარტო ამ ნაწილისგან არ შედგება. ბევრი ძალიან სერიოზული მომენტია, დამაფიქრებელი ქართული ოცნების როგორ გითხრა, აღვირახსნილი ძალადობაა ნაჩვენები. ერთ-ერთი ნაწილი არის ეს. ამ ერთ-ერთ ნაწილს გამყარებისთვის ჭირდება იმ ხალხის ჩვენება ვითხოვ აღიარებას. არა, ვითხოვ აღიარებას, ან ვითხოვ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ერთი კვირა ამაზე ვლაპარაკობთ და ერთი კვირა ვერ გავარკვიეთ, როგორ იწყება BBC-ს ფილმი და ის იწყება 2009 წლის სიუჟეტით. შეიძლება შეეშალა ვიღაცას. ხო შეიძლება BBC-ს ექსპერტები ცდებოდნენ. და არასწორი დასკვნა გააკეთეს სიმპტომებიდან შემთხვევით შეიძლება მოხდეს მსგავსი თქვათ შეცდომების დაშვება. შეცდომა ყველა შეიძლება დაემართოს. მე მინახავს, რა ვიცი, მესის დაშვებული შეცდომა მინახავს. ამიტომ ვიცი, რომ შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას სამყაროში. მაგრამ ჩვენ ხო არ შეიძლება ამ შეცდომაზე დაუთავებლად ლაპარაკობდეთ. ანასე ანისე ლაპარაკობდეთ. ამისთვის ვიღაცამ უნდა თქვას. იმედია პასუხი. მე ფიქრობ, რომ ამას ქართული ოცნება აკეთებს და ორგანიზებს. მაგრამ აი ის კლოუნადა, რომელიც განსაკუთრებით ოპოზიციურ ტელევიზიებშია ამ წუთას მოწყობილი. ქართული ოცნების ტელევიზიებში გასაგებია, რომ სხვა ტიპის კლოუნადაა მოწყობილი. მაგრამ აქ რომ მოწყობილია კლოუნადა, სადაც გამოდის ვიღაც უცნაური ეგზოტიკური ხალხი, რომელიც უბრალოდ შხამის მოქმედებას განიხილავს ისეთი უცნაური სიმპტომებით, როგორიც არის, რომ თუთი ყუშ გაცვდა ბალანი. აი ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ემსახურება BBC-ს კვლევის გაბაიბურებას ქართულ ხალხში, რომ ეს გახდეს არასერიოზული დისკუსიის, არამედ ხუმრობის საგანი. მე ვფიქრობ, რომ ამაში კოცები ფულს იხდიან. ამისთვის არსებობს, აი რაც გუში ხდებოდა TV პირველზე ქალბატონ გრიგოლიასთან, ჩემი აზრით ეს არის აი 100%-იანი ქართული ოცნების სცენარი თუ არ არის, მაინც უნდა გაუგზავნოს საჩუქარი ქალბატონიგას ქართული ოცნების წევრებმა, ეს რომ თავისით აკეთებდეს ამას. მე მგონია, რომ შეგნებულად ხდება აი ასეთი ტაშფანდურით, რაც არის მოწყობილი ჩვენს მედია სივრცეში, ზოგადად არაფერი არ დაიჯეროს ამ დასკვნის კაცმა. არც თავი, არც ბოლო, არც არაფერი, ეს იცავს კოცებს საბოლოო ჯამში.